ხუთად მიმართებაში რას გოლის? ველოდები მგზავს და მომადგა უკანა მაჯარიდებს. ბიუჯეტი ფულის შემაგდა ჩემგან ხერხას გებინებს მე მაჯარიდე აჯარიმე ჯიპი როდგას აგე აი მანქანა როდგას ვიდი იმასთან დააჯარიმე მე მაქვს 3 წუთი შეგვიძლია რომ გავჩერდეთ ჩავიჯინო გზავნე მიყვანო დანიშნული ახლა ამას არ აკეთებ ძალიან დიდი გოუბებრობა მოგხსენე პრობლემას აბერაც მოსული გავახალით ისე წახან გავახალით აი ცალკავის გაძვირებასთან მიმართებაში რას გოლის? ანუ რა პრობლემა? გაძვირებული ლაბერი აღა აი ეს გაიგონი ასები მოგნატო თუ არ იქნება სამართლიანი მუშაობა ნაკლეიკებს ავაძრო და ეს რას ნიშნავს თუ ეს ნაკლეიკა არის თავიბორი მაგი იციან იმათმა და მე რო აქვს ნაკლაკანი არა ასაჭირო თქვენ ამჯერად ქმედით ტარიფებს ინარჩუნებთ რაც დაასწრო მაგ კომპანიამ ის მერე მუშაობს ქმედით ტარიფებს ინარჩუნებთ თუ გაძვირდა მომსახურება ტარიფებს ვერ მოგვიდა იმას ის სიტყვაზე არ გასწროს სამართლიანი მუშაობა სამართლიანი აი ეს გააკეთეს პლუს ამას რომ მიიღებს მანქანას მაგალითად ახალ ნაკლეიკას თუ გაიკრავს მიიღოს თუ არ გაიკრავს ნაკლეიკას არ მიიღოს მაგათი სულეთია და გადაგიდა ხალხი ერთმანეთს აგე თქვენი აქცია როდემდე გაგრძელდება? ანუ ხომ არ ექნებათ განსაკუთრებით დაიღლებით და ეს ერთჯერადი მაგენი მიჩოული არის დაღლას, მიღლას, მოკლას და აგანია არაფერი დასაკლელი არა და მაგენი ჩუაც უჩუნა აღარია ავაზროთ ნაკლეიკებს და გავაგზავნოთ მუშაობას მორჩა და გადავ ეს იქნება ახლა მხოლოდ ერთი ტაქსის ფირმა იმყოფება აქ თუ სხვადასხვა არის შეკრებილი? ზოგი სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად მასა ის რა ქვია მაქსიმუმ მაგრამ მოგვახსენე ყურადღებას ნაკლეიკები ააძრო და ჩვენ გავაგზავნოთ მარტო ნაკლეიკის აღხევა ფასებს არ უზარებულია ასებია ნაკლეიკის აღხევა ნაკლეიკის აღხევა მარტო არაფერ აღხევებს ვერ მივაკრავთ ისე რა ფასების ვერ დარეგულირდა მანქანები ხოდადის საჭმელი ხოჭამი ყველაფერი რო გაძვირდა მე ვარიხიბდი ყველა მამა ტერეზასავით ეს ხალხი იქეთ აქ ჩემი თავი შემევლო თუნებდება საშუალება და ოჯახებია ჩვენ ზურგს უკან გადამაგდე სამისი დაურეკე ოპერატორი და გადავაგდე გული 5 ლარი გავხარა რა უტე მომეცი ტელეფონს და არაო ის მომაკლეს მაინც თავისი წეიგენ და მე დავრჩი ფეხები გიგირდი ენაგად მომდები თვითონ არ იკლებენ კაპიკს და ნაკლეიკის ახევას ახლა ლაპარაკობდა ახევა არახევა და რა აქვს მნიშვნელი ნაკლეიკის ახევას მნიშვნელი მაშინა როცა სამუშაო გაქვს რამე და რაღაცა უნდა ვიმუშაო აი ეს იმას არ ნიშნავს რომ სამუშაო მეტი რა არის სხვაგანაც ფასები ტარიფები ქუთაისში პრობლემები დაიწყო არა ვარ ჩვენ ბანანის ქალაქი სოფლიოში ვარ ერთ-ერთი უძველესი ჩვენი თავმოყარება და კულტურა და ყველანაირი ტრადიცია ქუთაისიდან იწყება და დღესაც ქუთაისი ინახავს ოფისი ხოჩია ოფისი მენეჯერი ვინ არის ამერიცად უნახავთ ეს გორგონაკები გააკეთო ოფისი მაშობელ ძაღლები აგე ვიყო ოფისი და ლაპარაკობ ტარიფის რეგულირებაში რას გულისხმობთ უფრო გამო თქვენ რას გულისხმობთ მაგრამ რომეკითხე დაკლება მე არ დავშევეკითხო მაგრამ ახლა რო ტარიფი რაც ტარიფი არის ეგი არ არის ტარიფი ანუ მგზავრების ხომ უნდა ისმენ მედიცინარია მომისმინე შემიჭირდა მთელი ქუთაისი ჩვენ მომგზავრებთ ნახევარ ქუთაისს ჩვენ ხარჯზე ის მგზავრით ბაზარში ხომ იდეს ჯოგ ბანკანები ხო მე აგერ ის ნუკა ყველაფერი ისი ბენერგე დრუზი არა მარტო ჩვენი ფრიდან ადამიანების განსაკუთრებით შევძლი. მესმის ის ისტორიისავე ის თანხას ერთხელ კონკურსს არ უნდა იყოს ბალახი. მაგრამ აქტუალურს უნდა ვისწავლოთ რაღაცა პროგრამა მოვიდეს. არ არის ეს მხოლოდ მაქსიმი, არის იანდექსზე, გოლზე ისიც გვესმის, რომ მაქსიმი ვერაწევს ფასს, თუ იანდექსმა არ აცია და ეს ყველას ეხება.
მესმის ის რომ გავდი ვერ დაწერს ბენზინის მას სოფარმა არ დაწია და ეს არის საერთაშორისო მაგრამ ვიღაცა ყურადღება გვაქვს ხალხი ამას ვიტყვი რომ უბრალოდ დავინაპარაკოთ მოვიდნენ გავესაუბროთ თავისი ფიქრთან შესაძლებლად და რაღაც საერთაშორისო შემოჭამება ეს არის ჩვენი მოთხოვნა ყველაზე და იმას რაც შეეხება ამ ადამიანებს რაზეც ისაუბრო მოდი და 10 წელი იგნორირებას მასულებინებ და მხოლოდ მაშინ 12 წელი ერთხელ არაფერი ააგებენ სამი მგზავრი მე მხოლოდ მანქანა ხელახლა გასარეცხა მანქანას არ უნდა მხოლოდ საწვავი გუნდები უნდა ზეთი უნდა ყველაფერი და ასე შემდეგ ამ პრობლემაზე უნდა არ ვიტყობ იმ ნაისო არადეი რეალური იყოს მგზავრი ისე უნდა დასწავლოს ადამიანებმა ჩამოყალიბოს ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა ტარიფის დარეგულირების ტელეკომპანია მეგატელი